მოდი ახლა წენაზე ვილაპარაკოთ რა. როცა ადამიანს რაიმე წინს სიმართლე, თორე ტყუილი არ წინს, ხო? ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, რაც არ უნდა უძახო რაღაც ისეთი ადამიანს, რაც ის არ არის, ის არ ეწყინება. მაგრამ ოდნავ მაინც თუ ფიქრობს, რომ ის რასაც შენ მას დაუძახებ, იმის რაღაც პროცენტი მაინც არის, აუცილებლად ეწყინება. ამიტომ მე მეწყინება და ეს არ თქვა მაგივრად. ჯობია ხოლმე ყოველთვის რომ თქვა, რომ გულში თქვა, რატომ წინს ეს? და შენ თავში დაფიქრდე რატომ წინს, იმიტომ რომ სადღაც ამ წენის უკან დგას შიში რაღაცის. რაღაცა ძველი გამოცდილება იყო და ასე შემდეგ. რაღაცა საკუთარი თავთან დამალული სიმართლე იყო. შეიძლება თუ ვიღაცამ გითხრა რომ სუქანი ხარ და გეწყინა, ესე იგი შენ თვითონვე ფიქრობ რომ სუქანი ხარ და შენ თავს არ ეუბნები. და მე ვცდილობ რომ ანუ იმანესვე მითხრა და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩვენ რო ვასწავლოთ თავიდანვე ბავშვებს რომ ანუ ადამიანები ასე ურთიერთობენ რომ ანუ თავის ტკივილის პროექციას აკეთებენ, მე სხვანაირად დაალაგდებოდა, ბევრად უფრო გამგებები და მიმღებლები ვიქნებოდით ბევრი რაღაცის. მე კი მგონია რომ არ ხარ იმას გაკადრებენ, ეს უფრო საწყენია და არა პირიქით. არა, ნახე, ვინ რას გაკადრებს და რას გეტყვის მაგაზინში. ყველა გეუბნება თავისი ტრავმებიდან. ყველაზე უფრო მეტად მის დაგატრაუმირებს, ის თვითონ ძალიან დატრაუმირებული ადამიანია. ხა შენ კი შეიძლება ითქვი, მე რა, მე ხომ ეტკინა. შენ რო გეტკინა, მე შენ გაქვს არჩევანი. ერთი ეს ტკივილი ატარო მთელი ცხოვრება და არასოდეს არ დაივიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურად ეს ტკივილი ემოციურად აი უგუროთ რა ვიყო, ჩაიჭედოს, რაც გაკრისტალდეს და რაც ყინულივით იყოს იქ და არა წყალი, რომელიც გადმოვა სადღაც და წავა, არამედ იყოს ჩაჭედილი და ეს ჩაჭედვა იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ დაავადებებს რა.